UFC-ში პეტრიანი არავის დაუჩაგრავს მერაბ დვალიშვილის გარდა, რომელმაც დაახლოებით 3 წლის წინ 5 რაუნდის ასტიკაც სცემა იანი და აიკვირა სტილით გამთენიისას მეორედ ეცდება იანი მერაბის დამარცხებას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მერაბის დამარცხება წარმოუდგენელია, რადგან მერაბი არის ისეთი მებრძოლი, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა არის ჯოჯოხეთში ყოფნაზე უარესი, რადგან მერაბი არის უძლიერესი და ბრძოლიდან ბრძოლამდე უკეთესი. მერაბი ამსხვევს ყველანაირ სტანდარტებს და ხსნის რეკორდებს, მის წინააღმდეგ არ მუშაობს არანაირი სტრატეგია, რადგან მერაბის სტილის მებრძოლის წინააღმდეგ ბრძოლა არის წარმოუდგენელი, რადგან არ ყოფილა მებრძოლი, რომელსაც ჰქონია მერაბისნაირი სტილი და მერაბისდარი ენერგია. პეტრიანი არის ძალიან ძლიერი მებრძოლი და მის წონაში საუკეთესო მოკრივე, რომელსაც ასევე აქვს ძალიან კარგი საჭი და უნარები და კარგად იყენებს ფეხებსაც ბრძოლისას. შეიძლება ითქვას, რომ როგორც მებრძოლს სუსტი მხარე არ აქვს და მისი უნარების ხარჯზე დაამარცხა თითქმის ყველა მებრძოლი გარდა მერაბისა, ბევრის აზრით კი ყველა დაამარცხა მერაბის გარდა, რადგან თვლიან, რომ საჯებმა წააგებინეს ალჯოსთან და ომალისთან. მაგ ბრძოლების განხილვაში არ შევალ, მაგრამ მათ მოსაზრებას ძალიან ბევრი იზიარებს და ბევრი ითქვა მაგ ბრძოლებზე. სხვა რა შეიძლება ითქვას კვირის ბრძოლაზე? იანი იქნება ბევრად უფრო მოტივირებული, ვიდრე აქანდის ყოფილა ვინმესთან ბრძოლაში და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ მოიგოს და რეალურად მისი შანსი არის ნოკაუტით მოგება. გონია, რომ შეუტევს მერაბის კორპუსს და ხშირად გამოიყენებს ფეხებსაც. ძალიან შეურევს ყველაფერს და ეცდება კრივის დისტანციაზე იბრძოლოს, მაგრამ რამდენად გამოუვა არ ვიცი, უფრო სწორად ვიცი არ გამოუვა. სიმართლე რომ თქვა, იანის შანსი მხოლოდ ერთ რაღაცაშია და ეს რაღაცა არის ის, რომ მერაბი ვერ იყოს ფორმაში, რადგან ძალიან ხშირად ბრძოლობს და ხშირად უწევს წონის. კლება და ვერ იყოს ფორმაში, მაგრამ აქ კიდევ არის ერთი მაგრამ, მერაბი სულ სხვა ფენომენია, ის იქნება უმაგრეს ფორმაში და გაიმარჯვებს. მერაბის საბრძოლო გეგმაზე ბევრს არ ვფიქრობ, რადგან რაც მის სამწვრთნელო გუნდს დაემატა ჯონ ვუდი, მისი გეგმა ყოველთვის იყო ბრწყინვალე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მერაბი კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ის იყო იანთან პირველ ბრძოლაში და ველოდები მერაბის გამარჯვებას ტექნიკური ნოკაუტით მე 4 რაუნდში. წინ გამარჯვება.